ბავშვი ოჯახში უნდა მოემზადოს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. და გადაჭარბებული ზრუნვა თუ მოდი მეტი ზრუნვა არ აძლევს მას საშუალებას თვითონ გადაწყვეტოს რაღაცეები. თვითონ ასე ვთქვათ პირველი გადაწყვეტილებები უჭირს, თვითონ ორიენტირდეს, ასე ვთქვათ, გარემოში. რა თქმა უნდა, უბრალოდ ბავშვებთან ნახეთ რა სიტუაციას სქესის ნიშნით თუ ვიმსჯელებთ მამას და დედას შორის. 90% ბავშვი იბადება თუ არა აღმოჩნდება ქალების გარემოცვაში. ხო? დედა, ძირითადად, ხო? სკოლაში, მასწავლებლები და საბავშვო ბაღში 98-95% ქალები არის. სკოლაში მასწავლებლები 90% ქალები არიან, ხო? და უცებ რო დაამთავრებს, მერე ხდება ვიღაც თავის სქესის ადამიანად. ესეც გარკვეული ტიპის, ასე ვთქვათ, პრობლემას ქმნის. ამიტომაა, რომ მამის ურთიერთობა შვილთან ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახში. მაგრამ ამ ურთიერთობასაც ცოდნა უნდა. და ცოდნა რას ვამბობ ახლა, მაგალითად, ურთიერთობებზე რო ვეკითხებ, კი, კაცო, მაქვს ურთიერთობა, რას აკეთებ, ხო? მიდიხარ და რა ხდება ბიჭო სკოლაში? ეს გონია ურთიერთობა. ურთიერთობა როცა შენ შვილთან ატარებ თუნდაც ერთ სრულფასოვან დღეს. სრულფასოვანი დღე რა არის? არის კიდე ქართული ვარიანტები ბავშვებთან ურთიერთობის. მამაკაცების მხრიდან ლაპარაკობ. თქვათ მეუღლემ გითხრა რომ რა არის ბავშვის ათმე წაიყვანე, წამოიყვანე, მოკიდე ხელი ამბავს და აიყვანე შენ მეგობართან. და რატო აიყვანე შენ მეგობართან? იმიტომ რომ იმას ამასაკის ბავშვი ყავს. ხო და ისინი თამაშობენ და შენ ზიხარ შენ მეგობართან და ნუ რა ვიცი ლაპარაკობ თუ რაღაც. ეს ცუდი არაა ერთის მხრივ დაინახოს, მაგრამ ეს არ არის ურთიერთობა. მეცაც გეტყვი, ორი ბავშვი თუ ყავს და მიყავს, შენ ხარ მამა და მათ ერთმანეთთან აქვს ურთიერთობა. მაგრამ როცა ერთ-ერთზე გადიხართ და მთელი დღე შენთან არის. ხო, ერთ-ერთზე რო გადიხარ მთელი დღე შენთან, ნახე რა ხდება, შენთან არის, სერიოზულად ლაპარაკობთ, ხუმრობთ, რა ვიცი, მაიმუნობთ, ჭკუასაც გეკითხა, ანუ მთელი დღე სრული. იქაც შეიძლება მეგობართან ავიყვანო, მაგაზე კი არა ლაპარაკი რომ არ შეიძლება, მაგრამ შენ გვერდზეა, შენ მას დაუთმე ეს დღე. და მოდის აბსოლუტურად კმაყოფილი და ბედნიერი. რამდენ ბავშვს თქვავს რომ მე გინდა გოგო, გინდა ბიჭი, რომ საბავშვო ბაღშიო დედას გამოყავდი სულ და ვიღაცას რომ ხედავდი რომ მამამ გამოიყვანა, ოცნებობდიო რომ მამა ჩემი იქნებ მოსული. ოღონდ ეს არის პატარა ბავშვის განცდები, რომელიც ახსოვს წარმოიდგინე დიდობაში. და ამას მოკლებულები არიან ხოლმე ბავშვები, ასე ვთქვათ. მეც გამახსენდა ძალიან ბევრი ბავშვი იყო, სულ ითხოვდა ხოლმე რომ მამიკო მოვიდეს, ჩემი ბავშვი, ჩემი გაზრდილი ბავშვი. და ბევრი მშობელი იყო ხოლმე ბავშვს რომ მამა არ ყავდა და იგებდნენ რომ ბიჭი ვიყავ იმას არავარი. აი ხლა იყო საინტერესო მომენტი, ერთი ცოტა ხნის წინ მაშინ ვიყავი, ეცით ამონაშვილებს აქვს ისა, ხო, ბუშეთში. ბავშვები იყვნენ რა. იქ იყო ერთ-ერთი ესეთი თამაში, რომ ვინც გიყვარს, უნდა დაურეკო ხმამაღლა და უთხრა რომ გიყვარს. ბევრმა ბავშვმა დაარეკა. ვისთან? დედასთან. ხო, და ერთი ბავშვიც არ იყო, ვინც დაარეკა მამასთან. ერთი ბავშვიც არ. არა, მეგობრებთანაც დაარეკეს, მე კი რომ მარტო მშობლებზე გადანაწილდა რა. მეგობრებთანაც დაარეკეს და ის, მაგრამ ერთი ბავშვი არ იყო. მამასთან ვერ დაარეკა. რატო? აი, ეს პრობლემაა. კომუნიკაციის ნაკლებობა, ურთიერთობის ნაკლებობა? ნუ შორს არის მამა მისთვის.